მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზს გავუსვამ გარემოებას, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა დებატებში შესვლა, დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა, არა და ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე და რა უნდა აინტერესებდეს ოპოზიციას თუ არა ასეთი ტიპის საკითხის განხილვაში მონაწილეობა, კითხვების დასმა, თუ მათ მხარეს არის სიმართლე, მაშინ რატო გაურბიან ასეთი ტიპის დებატებს. საქმე იმაშია, რომ ერთი არც რესურსი აქვს ინტელექტუალური და მეორე რაც თავარია სიმართლე არ არის მათ მხარეს, მათ წააგეს ყველა წინა დებატები მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მანამდეც, მაგრამ ხას უსვამ ამ საპარლამენტო მოწვევას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგები არის ცარიელი და ისინი კიდევ ერთხელ გაექცნენ პოლიტიკურ დისკუსიას, დებატებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა მან მოგცა მეორე მხრივ პროცედურის მშვიდად ჩატარების საშუალება და ეს დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის კარგი მაგალითი ამ ყველაფრის. მეორე მხრივ, სადაც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, იქ არის უკულტურობა, იქ არის სამწუხაროდ უზრდელობა, იქ არის უინტელექტობა და ესეც ძალიან კარგად გაიხსენა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნოდ. აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მართველი გუნდის პოლიტიკურ პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რომელიც სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ამას განაპირობებს სოციოლოგიური კვლევების თანახმად ორი მთავარი ფაქტორი. პირველი ეს არის ის, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ოპოზიციის და კონკრეტული სხვა სუბიექტების ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება, ეს ერთი. და მეორე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საბოლოო ჯამში ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დადებით განწყობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ. და მესამე ფაქტორი, დამატებით მესამე ფაქტორი, ეს არის ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის სრული უსუსურობა, საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ ტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, თუ წინა არჩევნებზე მაგალითად მხოლოდ პარტია ნაცმოძრაობა მიიღო დაახლოებით 30% ხმებისა, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. რეალურად საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან უკვე ამდენი ხანია 2 ათწლეულზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა 5 რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი, მათ შორის ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის. ჩვენი პოლიტიკური პარტია არის მაქსიმალურად ორიენტირებული და მთავრობა არის ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, ყველა მიმართულებით და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც არის სწორედ რომ ომის და რეგრესიის პარტია. ერთ მხარეს ინტერესი არის მშვიდობა, ინტერესი არის პროგრესი, წინსვლა და მეორე მხარეს ინტერესი არის ომი და რეგრესი და ამასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს. მე დღეს საკმაოდ გამიგრძელდა ჩემი გამოსვლა, მოხსენება, მე მგონი დაახლოებით საათნახევარი ვსაუბრობდი და მინდა გითხრათ, რომ როდესაც პირვანდელი ვერსია გამომიგზავნეს გაკეთებული საქმეების, ეს განმავლობაში გაკეთებული საქმეების, მე მომიწია მინიმუმ 3/4-ის გაფილტრვა. გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ დროში ვერ ჩაეტეოდა ყველა საკითხი, რასაც მუშაობდა საქართველოს მთავრობა გასული 1 წლის განმავლობაში, რაც ერთი მხრივ ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ თითეული იმ პუნქტის უკან, რომლის ამოღებაც მომიწია, ასე თქვა ჩემი მოხსენებიდან, დგას უამრავი საჯარო მოსამსახურის შრომა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე საჯარო მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების შრომა. თუ
თუ ვინმეს მაწყენინე მე აქედან მინდა მათ ოდიშ მოუხადო სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებდი ყველა თემაზე, მაგრამ მეორე მხრივ ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ კეთდება უამრავი საქმე. უბრალოდ კეთდება უამრავი საქმე და თითოეული საქმე, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ წარვადგენთ ახლო მომავალში 4 წლიან გეგმას, ეს იქნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც შემდეგ უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადაითარგმნება 4 წლიან სამთავრობო პროგრამაში და ჩვენ გვექნება 4 წლიანი პერსპექტივითაც ძალიან ამბიციური მიზნები, ამოცანები, გეგმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს უკვე ძალიან კარგი ეკონომიკური პროგნოზი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროგნოზის მიხედვით 2028 წელს ჩვენი ეკონომიკა უნდა გახდეს 44 მილიარდი დოლარი, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ამაზე უფრო დიდი ამბიცია და გვაქვს ყველანაირი რესურსი, პოტენციალი იმისათვის, რომ თუნდაც 50 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადავსდეთ 2028 წლისთვის. მთელი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და ეს მიზანიც არის აბსოლუტურად მიღწევადი. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება იქნება შემდგომი 4 წლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ინფრასტრუქტურის განვითარება, რა თქმა უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა მიმართულებით, ავტობანის ქსელის შემდგომი განვითარება, პორტები, აეროპორტები და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით გვექნება წარმოდგენილი ამბიციური გეგმები. ახალი სტადიონი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული landmark პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ დაახლოებით 15 წლის წინ, ან თუნდაც 10 წლის წინ ვერც კი ვიოცნებდით საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, ეს ხდება უკვე აბსოლუტურად რეალური და ეს ნიშნავს არა მხოლოდ სპორტის უკეთ წარმოდგენას ჩვენს ქვეყანაში, ეს ნიშნავს ზოგადად ქვეყნის იმიჯის თვისებრივად გაძლიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საუნივერსიტეტო რეფორმა დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ აქაც გვექნება ფუნდამენტური ცვლილებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზოთ ზუსტად ისეთივე განათლების მიღება ყველა მიმართულებით, როგორი განათლების მიღებაც მათ შეუძლიათ მაგალითად დღეს ევროპულ ქვეყნებში. რომ არ გავაგრძელო, იქნება უამრავი მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები შეთავაზებული და რა თქმა უნდა ჩვენი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე იქნება აგებული სწორედ საომავლო გეგმებზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ ჩვენი ხედვა, ის თუ როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კონტექსტს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე, გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვისაც უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებს და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა უკრაინას უსურო მშვიდობა ჩვენ რამდენიმე დღის წინ უმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. შესაბამისად, მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა. ასევე გლობალური მოვლენების განვითარება, მე ვფიქრობ, ძალიან მალე მოგცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ევროკავშირი და მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. და ასევე მოვლენების ასეთი დადებითი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას. არ შეიძლება ქვეყანას მუდმივად ყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ყავს დღეს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით. როგორც მოქმედებენ ეს ადამიანები, მათი მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა, სიცრუე. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად არათავსებადი ქართულ კულტურასთან.
ეს ყველაფერი არის სრულიად არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის მის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. ეს არ არის ქართული მოვლენა, როგორც მოქმედებს, როგორც იქცევა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს არ არის ქართული მოვლენა. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასეჭირდება ქართული პოლიტიკის განვითარებას, პოლიტიკური კულტურის განვითარებას, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას. ბატონი მამუკამ-დინარეძე საუბრობდა ევროსაბჭოში მათ ქმედებებზე, რაც ასევე სრულიად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, მათაც უყურთხილმა ხშირად ზურაბ-ჟვანიას სიტყვების გამეორება, რომელიც ითქვა სწორედ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს. ცნობილი სიტყვები, მე ვარ ქართველი, მას სადამე ვარ ევროპელი და დღეს ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისათვის, რომ საქართველო გაერიცხათ ევროსაბჭოდან. აქედან ჩანს, რამდენად დიდი ფარსია მათი მხრიდან ნებისმიერი სიტყვის გახსენება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან კონკრეტულ მომენტში. თავიანთი ქმედებებით ეს ადამიანები ამტკიცებენ ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზი. მათი დევიზია მე ვარ კოლექტიური ნაციონალი, მას სადამე არ ვარ არც ქართველი და არ ვარ არც ევროპელი. ეს არის რეალურად მათი დევიზი და მათი სულისკვეთება. მე კიდევ ერთხელ მინდა უსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდა. და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. უკვე გაყიდული, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების ასუბსიდირება, იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა ჩვენი ინტერესია დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას გუნდისთვის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე მაქსიმუმ შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება მასზე დასასრებად. ასევე უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები. გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოხვდეთ ოლიმპიადაზე და მე მათ მინდა უსურვო წარმატებები. და ოლიმპიადა იწყება ძალიან მალე და ჩვენს ოლიმპიელებს მინდა უსურვო გამარჯვებები, წარმატებები. ყავს ალბათ ყველაზე კარგი გუნდი ბოლოდროინდელი ისტორიის მანძილზე და გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს მედალი წამოვიღოთ ამ ოლიმპიადიდან. თითოეულ ჩვენს სპორტსმენს მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატებები და გამარჯვება ოლიმპიადაზე. და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს მართალია პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენი უძვირფასესი, მრავალეროვნული, მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყველაფერი გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ამ ქვეყნის ძლიერებისთვის. ეს არის ჩვენი სულისკვეთება და შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგება საქართველოს მთავრობის მხრიდან, სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება გამშვალული. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა პრემიერ-მინისტრ